2002 წელს ნორვეგიის ლიტერატურულმა კომიტეტმა მოიწვია მსოფლიოს 66 წლის 100 მწერალი, რომ მათ დაესახელებინათ მათი აზრით მსოფლიოს საუკეთესო 10 ნაწარმოები, ასე შეიქმნა ნორვეგიული სია, ასე ვთქვათ, 100 საუკეთესო ნაწარმოებისა, რომელიც განსაკუთრებით სანდუარი იმ თვალსაზრისით, რომ არ არის კრიტიკოსების შედგენილი, არ არის კითხველების შედგენილი, არ არის გაუმცემლობების შედგენილი, არამედ არის შედგენილი მწერლების მიერ, რომლებიც მეტნაკლებად უკეთესად იცნობენ ალბათ ერთმანეთის შემოქმედებას და იქ რამდენიმე მწერალი წარდგა ნიშნულოვანი მიღწევებით და ნიშნულოვანი რამდენიმე ნაწარმოებით. აი ამ 100 წიგნიდან, რომელიც ნორვეგიულმა სიამ წარმოადგენა, შექსპირი 3 პატრონია, არის იგი წარმოდგენილი მეფე ლირით, არ არის გასაკვირი, ჰამლეტით, მით უმეტეს არ არის გასაკვირი და ოტელოთი, რაც ბევრისთვის შეიძლება მოულოდნელი და გასაკვირი იყოს, ოღონდ ამ ბევრში საბჭოთა ხალხი არ იგულისხმება, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში შექსპირი თუ ვინმე მიცოდა, ოტელოც იცოდა, რა თქმა უნდა, ის კი არა ოტელოსთანაა დაკავშირებული ცნობილი ხუმრობა, რომ სეროჟამ რომ ოტელო ნახა და მოეწონა და თქვა საღოლ შექსპირ ნიაჟიდალ. ოტელო დაიდგა საბჭოთა კავშირის ყველა თეატრში, მე მგონი, იმიტომ რომ მე ვერ წარმომიდგენია და ბოლოს ამან ასახვა კი პოვა გარკვეულად ხანდახან კომიკურ ჟანრშიც კი იმდენად პოპულარული იყო, ასე ვთქვათ, ოტელო. ამაზე მე შევეცდები ვკითხო ჩვენ სტუმარს, რატომ შეიძლება ყოფილიყო პოპულარული ეს ნაწარმოები საბჭოთა დროში, მაგრამ ახლა მინდა საკუთრივ შექსპირს მიუბრუნდე და ჩვენი წარმოდგენა ვთქვათ, რამ აღებინა ეს სიუჟეტი. შექსპირი მოგეხსენებათ, ცნობილი ამღები იყო სიუჟეტები, სადაც გნებავთ იქიპოვი და საქსონ გრამატიკუსი იქნებოდა ეს თუ ძველი ქრონიკები თუ იტალიური მოთხრობები და ნებისმიერ ადგილას ის ასე ვთქვათ დაუფიქრებლად იღებდა ხოლმე სიუჟეტებს, არასოდეს არ ეშინოდა რომ ვინმე პლაგიატში დადებდა ბრალს, იმიტომ რომ ძნელია შექსპირი იყო და პლაგიატში დაგედოს ბრალი, ისე როგორც ძნელია რუსთაველი იყო და მართლა სერიოზულად ასე ვთქვათ ვინმე ჩაგითვალოს რომ ესე ამბავი სპარსული ქართულად რატო გითარგმნიაო და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ რომ შექსპირი იმდენად დიდი გენიოსი იყო, რომ მას არასოდეს არ აშინებდა არც საზომების, არც სიუჟეტების, არც ამბების აღება, იმიტომ რომ მან იცოდა რომ მის ქურაში გამოცხვებოდა სხვა კერძი. ანუ კი იყო ასეთი ნაწარმოები ოტელო, დაწერა კაცმა და არის პატარა ნაწარმოები და საყვარელი ალბათ და საინტერესო, მაგრამ არაფერი კავშირი მას სოფლიო ტრაგედიასთან და სიმაღლესთან არ აქვს. ოტელო კი არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ნაწარმოები, რომლითაც შექსპირი წარდგა კაცობრიობის წინაშე. და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძლავრი ტანდემი, იმიტომ რომ მე ძალიან იშვიათად მეგულება მსოფლიო ლიტერატურაში, მსოფლიო დრამატურგიაში ასეთი წყვილი, როგორც არის ოტელო და იაგო. იცით, ხალხი ოცნებობს ოტელოს როლზე და ხალხი ამავე ნაწარმოებში ოცნებობს იაგოს როლზე. მე მსახიობებს გულისხმობ. და ბევრისთვის მიუღწეველი აღმოჩნდა ერთი სიმაღლეც და მეორე სიმაღლეც. იცით, ძალიან მეეჭვება, რომ ვინმე ოდესმე ოცნებობდეს ლაერტის როლზე, თუმცა რა თქმა უნდა, ახლა რა არის ცუდი იმაში, რომ შექსპირთან რომელიმე როლი შეასრულო, მაგრამ ოცნებობენ როგორც წესი ჰამლეტის როლზე. ძნელია წარმოვიდგინო მე, რომ ახალგაზრდა კაცი ოცნებდეს კლავდიუსის როლზე. ოცნებობენ როგორც წესი მეფე ლირის როლზე, მაგრამ ძალიან იშვიათია და მეეჭვება, რომ ვინმე ჰერცოგი ალბანის ან კორნველის როლზე ოცნებობდეს. შეიძლება კიდე ედმუნდი, მაგრამ იაგოსნაირი მაინც არც ერთი არ არის. იაგო ოტელო არის იდეალური წყვილი სიკეთისა და ბოროტებისა და სიკეთისა, სადაც
ერთ-ერთი წარმოადგენს უპირობოს სიკეთეს, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულსაც ჩაიდენს, შეცდომაშიც აღმოჩნდება და სხვა, ოტელო მაინც კეთილშობილების განსახიერებლად დარჩება და მისი სიცოცხლე, მისი სიკვდილი არის, ასე ვთქვათ, სიხარული იმისა, რომ ადამიანები ასეთებიც ვართ, ესეც შეგვიძლია და სხვა, მაგრამ ამავე დროს ჩვენში ცოცხალი არის იაგოც, იმიტომ რომ იაგო ეს არის არა მარტო მზაკვარი ადამიანი. ესა უპირველეს ყოვლისა ნიჭიერი ადამიანი. ეს არ არის ხელმოცარული კაცი, ეს პირიქით ეს წარმატებული კაცია, ბოლოტებაში წარმატებული კაცია. იაგო რა რთული სახე არის ძალიან და ეს არის შექსპირის ამ ტრაგედიის ერთ-ერთი გამარჯვება არის, რომ ასეთი სახე წარმოადგინა, ასეთი ტანდემი წარმოადგინა. იცით, მე ერთ-ერთი ჩემი საყვარელი, ასე ვთქვა და მასე პროფესიული თვალსაზრისითაც ნიშნავენია, იმიტომ რომ კლასიკური ფილოლოგია მაქვს, ასე ვთქვათ, განათლება კლასიკური მაქვს მიღებული და ოიდიპოს მეფეში მოგეხსენებათ არის ძალიან სერიოზული წყვილი, ერთის მხრივ ოიდიპოსი და მეორეს მხრივ ტირესიასი. სადაც ერთი არის ხილული, მაგრამ ვერ ხედავს, მეორე არის ბრმა, მაგრამ ხედავს. დაახლოებით ასეთ რამეს ვგრძნობ, როდესაც ვკითხულობ ოტელოს. ოტელო ვერ ხედავს. ხოლო საწყენია, რომ იაგო კი ხედავს, მაგრამ იმას ვერ ხედავს, რასაც უნდა ხედავდეს. ოტელო კი ვერ ხედავს, ოტელო ვერაფრით ვერ დარწმუნდა, იოლი საკბილო აღმოჩნდა ძალიან ოტელო, იმიტომ რომ მას ვერ წარმოუდგენია, რომ შეუძლია მოხიბლოს ახალგაზრდა ქალი. და იგი არ არის ეჭვიანი, მაგრამ მიმდობია, როგორც თქვა პუშკინმა. და მოდით ეს საკითხი განვიხილოთ, მართლა ასეა თუ არა. ოტელო არის თუ არა ეჭვიანი, ან ოტელო ეჭვიანი კი არა, თურმე მიმდობია. იცით, როდესაც მე ვკითხულობ, თქვა ისეთ ნაწარმოებს, რომელიც ბავშვობიდან ვიცი, რომ რთული ნაწარმოებია, მაგრამ მე მიზიდავდა ყოველთვის და ვკითხულობდი, როგორც არის ღვთაებრივი კომედია, მე ყოველთვის მაკვირვებდა, რატომ იხლება ერთ ცოდვათ მფლანგველობა და სიძუნწე. აი მფლანგველობა და სიძუნწე არის ერთი და იგივე ცოდვის ორი სხვადასხვა სახეობა, ერთი ჯოხის ორი ბოლოა, ამიტომ ერთად ისჯებიან, ერთნაირად ისჯებიან და სხვა. მფლანგველი და ძუნწი არის თურმე ერთი და იგივე რაღაც თვალსაჩინით. აი ეს ყოველთვის მაკვირვებდა მე და დიდხანს არ მესმოდა, სანამ არ ჩავწვდი, რომ ორივე ერთნაირად არის დაშორებული სასურველ ცენტრს. ხოლო სასურველი ცენტრი არის ის, რომ არც ფლანგველი უნდა იყო და არც მომჭირნე, არც ხელმოჭერილი უნდა იყო და არც ხელგაშლილი, არამედ უნდა იყო რაღაც სხვა, რაღაც ზომიერი. მე მართალი გითხრათ ვერ ვისწავლე, ერთ-ერთისკენ აშკარად ვარ გადახრილი და ყოველთვის მეჩვენება, რომ ჩემი მხარე უკეთესია ვიდრე მეორე მხარე, რომისკენ სხვები არიან გადახრილები, მაგრამ გვგრძნობ ახლა, რომ ეს ერთი და იგივე ცოდვის ორი სხვადასხვა მხარეა. ორივე აგებული არის გარკვეულად ქედმაღლობაზე. და აღარ გავაგრძელებ ახლა კიდევ რა არის აგებული ამაზე. მე ვფიქრობ, რომ ოტელო რომ ეჭვიანი არ არის და მიმდობი არის, როგორც ამბობს ამას პუშკინი, ოტელო ნირივნივ თქვა მან, არამედ on დავერჩივ, ანუ ძალიან იოლად ენდო. მე ვინაიდან მედება ხოლმე ხშირად ამაში ბრალი, რომ შენო ძალიანო ენდობიო ადამიანებს და მე ხო ხედავ ისინი როგორ იქცევიან და ასე შემდეგ. მე სულ მეგონა, რომ იყო მიმდობი და სხვა ჯობია იმას, რომ იყო ეჭვიანი, მაგრამ ახლა აღმოვაჩინე და ოტელოც სხვა ჩვენ ძალიან მეხმარება ამაში. მას ერთი და იგივე უბედურება, სადღაც შუაში მდგომარეობს ნორმალური ადამიანი. ოტელო არ არის ნორმალური. ოტელო რო არ არის ნორმალური და ოტელო რო გარეთ დგას, ასე ვთქვათ, ნორმიდან ეს იმითაც
ამას იმითაც გაუსვა ხაზი შექსპირომ რომ მავრია, რომ გენერალია, რომ ასე ვთქვათ აი ამ ვენეციას, რომელიც არის ასე ვთქვათ რასობრივი კულტურის ცენტრი, ამას ჭირდება ოტელო, იმიტომ რომ იგი უნდა დაუპირისპიროს ასე ვთქვათ თურქეთის ოტომანების აგრესიას და სხვა, სადაც ბუნებაც დაგვეხმარება ქარიშხალი და ასე შემდეგ. მე მინდა ვთქვა რომ ოტელოს ეჭვიანობა ძალიან იოლად გაღვივდა იმის გამო რომ იგი ენდობა ადამიანებს. ოტელო ბოლომდე ვერ გახსნის იაგოს, აი ბოლომდე სჯერა რომ იაგო პატიოსანი კაცია. როდესაც ემილია იაგოს ცოლი უკვე ღია ტექსტით ეუბნება ვინ არის სინამდვილეში იაგო, ოტელოს არ უნდა ამის დაჯერება. იმიტომ რომ მისი ნდობა ამ კაცის მიმართ არის საკუთარი თავის ნდობა, იმიტომ ეს ორი სამხედრო არის ამ ნაწარმოებში. იმიტომ რომ აქ იერარქია, იმიტომ რომ ოტელოს ესმის რომ უბრალო ჯარისკაცია იაგო და აი ხედავს ის მას როგორც გენერალი ჯარისკაცს ისე უყურებს და აქვს ის ნდობა, რომელიც მხოლოდ ბრძოლაში შეიძლება მოიპოვონ. ამან დაღუპა ოტელო. ოტელო დაღუპა იმან რომ ასე გონა რომ ომი თუ იცი ყველაფერი იცი. და გაირკვა რომ ომი შეიძლება იცოდე, მაგრამ ზაკრობის, ბოროტების სტრატეგიას ვერ ჩაძდე და იული სამიზნე გახდე და იული საკბილო გახდე ისეთი პირუთვნელი და სასტიკი ბოროტი ადამიანისა, ისეთი ასე ვთქვათ ბაჯაღლო ბოროტებისა, როგორიც არის იაგო.